მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით იონას პიცაში. ქეთის დაეწყო რუბრიკები, დავაგემოვნოთ და ვნახოთ, როგორი გემრიელია. ეს ობიექტი არსებობს უკვე 5 თვე, გამოირჩევა უმაგრესი ინგრედიენტებით, უხარისხიანესი ინგრედიენტებით, გემოთი, რა თქმა უნდა, და მრავალფეროვნებით. როგორც ხედავთ, კადრებში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი პროდუქცია აქვს, მათ შორის აჭარული ხაჭაპურიც, პიცაც, ლობიანიც, იმერულიც. ობიექტი იყოფება რამაზ შენგელიას 12 ნომერში, მეგობრებო. შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქედან პიცები, ხაჭაპურები, ლობიანები, იმერულები, სხვადასხვა ინგრედიენტები, გინდათ სოკოთი, გინდათ, რავი, ლობიოთი, გინდათ ყველაფერი აქვს, მოკლედ რა. პიცა. იყოფებიან Bolt-ზე, Wolt-ზე, Yandex საკურიერო მომსახურებაზე და პლუს თავიანთი მეთოდების სერვისიც აქვს. ნომერს დავტოვებთ აღწერაში, მათ სოციალ მედიასაც აღწერაში დავტოვებთ, TikTok-თან ერთად რა თქმა უნდა. და საინტერესო რა შეაცხობენ? და შეაცხობენ და შეშაზე აცხობენ. შემოკარგებო კადრებიც ნახეთ რა თქმა უნდა. ბუნებრივად გემო განსაკუთრებული ჰქონდეს და ბავშვო პიცა მოიყვანა. ასომ უკვე მოგპარა ერთი ნაჭერი როგორც ხედავთ. ჩვენ დღეს დავაგემოვნებთ აჭარულს და პიცას. პიცა იქნება ნახევრად 5 ყველი უკაცრავად, 5 ყველს აძახიან და პეპერონი. პეპერონი. ქეთის საყვარელი არის პეპერონი, ჩემი საყვარელი 5 ყველი. მოდი წასოს ამას ვაჭრო. და ამასობაში წავიდეთ თქვენს კომენტარებსაც. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ ეს ვიდეო, გიგნებათ რომ გავაგრძელოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო. არა ქეთ. დიახ. გასინჯე ქეთი? აბა მე დავაგემოვნე. აბა. ეს არის 5 ყველი. ჯემჯერია, მოგეწონა? გემრიელია ძალიან. ძალიან კაი. მართლა ძალიან კაია. აი, ეთყობა რომ შეშაზე არის გაკეთებული, შეშის ალზე. Smoke არომატი აქვს. ქართულად როგორ თქვა არ ვიცი და სასწაულად იდეალურადაა გაკეთებული. ბრავო მზარეულს, ბრავო გამომცხობს. ნამდვილად კარგი არის. ახლა ეს პეპერონი. მე ჯერ ჩემნაჭერს მოვსები. ძალიან გემრიელია. აი მართლა ძალიან გემრიელია. ყველანაირი ხუმრობის გარეშე. დასუდა? ძალიან კაია. აი აბა. ძალიან გემრიელია. ხალხო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე სადაც ვარ პიცერიებში ნამყოფი, ყველაზე გამორჩეული გემო აქვს და როგორ არ არის აკაურობა ახლა გაძეძგილი, ხო? ძალიან მიკვის. მოაჩვენოთ აკაურობას გული, სიყვარული, რა შეგვიძლია და უკეთეთ და უკეთეთ. ფასების ძალიან მისაღებია. ყველაფერი ძალიან გემრიელია. ახლა კი დავიწყოთ კომენტარების კითხვა, ჩემო კარგო. ტასოსაც მოსწონს როგორც ხედავთ. გვექნება Q&A სტილის ვიდეოც, რამდენიმე კითხვა დაიწერა, რასაც უპასუხებთ, ქეთი უპასუხებს უფრო სწორად. ახლავე. პირველი კითხვა, რა სტილის მუსიკას უსმენთ? ქეთი რა სტილის მუსიკას უსმენ? მე ქართულები მომწონს და უფრო მშვიდი და წყნარი მუსიკებს უსმენ ამჟამად. შენ? მე უფრო მევასება ენერგიული მუსიკები. ხშირად, ხშირ შემთხვევაში მაგ ხასიათზე ვარ, ჰონკების სტილს უსმენ მე. მეორე, რა არის ისეთი რამ, რაც ერთმანეთისგან ისწავლეთ? აბა. ქეთისგან რავი, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე, მაგალითად კუჭის ეკიმობა. აკო? სწორი კვება ვისწავლე ქეთისგან. სხვა მეტი ვერაფერი ვერ გასწავლე? როგორ ვერა? მასწავლე კიდე ის, რომ საჭესთან არ უნდა დაგსვა. პლუს ის მასწავლე, რომ კაი ხუმრობ. რავი, ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რაღაცა ვსწავლობ ყოველდღიურად. ქეთის თავისი გამოცდილებები აქვს ცხოვრებაში, მე ჩემი გამოცდილებები აქვს. უზიარებთ ერთმანეთს ყველაფერს და ხო რა ბევრი რაღაცა სწავლობ, ესე კონკრეტულად არ მახსენდება. მაგრამ უი ხო, მასწავლა მამობა ქეთი. როგორი მამა უნდა ვიყო ჩემი შვილისთვის. თქვენი პატარა ბარტყი აპირებს იუთუბერობას? მამა აპირებს იუთუბერობას? ნახოთ, ტასო თვითონ აირჩევს მამავაში რა პროფესია ექნება, თუმცა თუ აირჩევს იუთუბერობას, ჩვენც ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მამა? მართლა? ხო დედა. მინდა ცვალე. აუ ძალიან გემრიელია. მარველის გმირი რომ ყოფილიყავი, რომელი იქნებოდი? რომელი გმირი იქნებოდი სიხარული? სპაიდერმენი. ფაიმე. ნელა. სპაიდერმენი? დიახ. რატომ უნდა მე სპაიდერმენი? მომწონს. კარგი. მე ვიქნებოდი, რომელი ვიქნებოდი? ტორი ალბათ. ჩამოთვალოთ ტოპ 3 ბლოგერი, რომელსაც უყურებ. სიხარული შენ შეგიძლია ჩამოთვალო შენი ტოპ 3 და მე ჩემი ტოპ 3-ს ვიყიდე მე. კაი, YouTube-ზე ყველაზე ხშირად ვუყურებ, შენი ვიდეოები ითვლება? ჯემ გარდა. შენ გარდა? Soso, Around the World, გი ქათამაძე და ტოპ 3-ო. აუ, კაკოც მიყვარს და ლაშა გელაშვილიც და რა გავაკეთე? ერთ-ერთი არჩი. არა, ლაშა გელაშვილიც და მე ბავშვმა და მეოთხეზე კაკო. ანუ კაკოს კონტენტიც მომწონს. ქართველებში მაშინ ჩემი ტოპები არიან
კიდე? აუ როგორ თქვა? ართლა. არ მეინტერესებს ძალიან. კაია. ბოლომდე ვის ვიდეოებსაც უყურებ ხოლმე და გადახვევის გარეშე ეს არის Hungry Man-ი რა თქმა უნდა. ხმარ გავიგო შენ ტოპი თქვი. არა, ერთი წამი. არ მაინტერესებს, всё, მიღებულია პასუხი. ბოლომდე ვისაც უყურებ ახლა არის Hungry Man-ი. სოსო, უეჭველი სოსო, მოგზაურობის კონტენტი ძალიან მიყვარს და ხეროდინაშვილი. ხო შეიძლება. ხეროდინაშვილი, უეჭველი. მაგის ვიდეოებს ბოლომდე უნდა ვუყურო. ძალიან საინტერესო კონტენტს აკეთებს. გამარჯობა, ძალიან მიყვარხართ. და ასეთი კითხვა მაქვს ქეთისთან. შეგიძლია ბექას ძველი ვიდეოები დაარეაქტო? გინდა? უარზე ვარ ხალხო. არ შეიძლება. არ მომწონს ჩემი ძველი ვიდეოები. რომ შეგეძლოს დროის დაბრუნება. YouTube-ს დაიწყებდი ან როდის? დავიწყებდი უფრო მალე ალბათ და ძალიან მინდოდა აქამდე ჩემს ბიტს არ მოусმენ და მე დავაწალე ახლა იუთუბერობა და ძალიან კარგად გამოსდის. აქამდეც მინდოდა უბრალოდ ბევრ რაღაცას ვერ ბედავდი და ვერ რისკავდი, თუმცა ეხა მიხარია რომ დავიწყე იუთუბერობა და უკვე ამ სფეროში შემოვედი. კომენტარებში ყველამ წარმატებები ქეთი თქო. პატარა ბავშვი დაკვეთა. აი. მოითხოვნა სულ დასო. გენერცია მამა შენს თქვი, აბა მედი რამე. შეტაბეკა Minecraft ვითამაშებთო? მე და ქეთი Minecraft-ს რა თქმა უნდა მომავალში ვითამაშებთ. მაგრამ არ ვიცი როდის. სალამი, გეიმინგ ვიდეოს ხომ არ გადაიღებს ლენდერასთან ერთად, შენი არხისთვისო. ნახოთ ხოთ შორს მომწონს ჩვენ სტრიმზე ვიყავით გასული პექასთან და ვითამაშოთ ერთი თამაში რა ქვემით ხარი? სტრიმზე კი არა, ვიდეოც გადაღებული გვაქვს. ჰორორ თამაშს რო თამაშობდი, მე რო ყურსას მიგეკეთა და კი რა, შენ რო ყურსას მიგეკეთა და მე რო დავდიოდი. და ძალიან მომეწონა ხოთა შორის, ძალიან კაი იყო ერთად რო ვითამაშოთ. მინდა უბრალოდ დრო არ მაქვს ბავშვს. და გამომდინარე. ბავშვი არ მაცდის ბევრ რაღაცას. თორემ ის მომავალში იქნება ყველაფერი. გამარჯობა, ბექა რეალობაშიც ისეთია როგორც ვიდეოში? კი. მასია მამა? ბევრად უკეთესი. ვაუ, ქეთ. გამარჯობა, ფილმებიდან რომელი უფრო ძალიან გიყვარს? რომელი ფილმი მოგწონს ხალხი შენ? ეს რაღაცა ფილმებს და კორეულიც პრობლემა არა. ხო, ფილმებს და სერიალებს ისე ძალიან აქტიურად არ უყურებ, თუმცა კორეული სერიალები ძალიან მომწონს, რასაც ბოლოს უყურე. და ჩამითრია ქეთი მეც კორეულ სერიალებს უყურებთ ხოლმე, ანიმეებს უყურებთ და თანამედროვე ოჯახი ვართ რა. აღწერეთ თქვენი სიყვარულის ისტორია 3 სიტყვით. არამქვეყნიური, საყვარელი და ნამდვილი. გეთანხმები მამა. ზუსტად ეგრეა. რა არის შენი ყველაზე ფეივორიტ თამაში? ესე ფეივორიტ თამაში არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვთამაშობ ხშირად და ესე რაღაცა არ ვიცი საყვარელი თამაში. შენი? აი ბექა თამაშობს. ჩემი საყვარელი თამაში ბევრია ძალიან, ესე ის როგორ უნდა გითხრათ. ძველად თუ კითხულობთ ადრინდელი თამაშებიდან, სპარსეთის პრინცი. ოჰო. Prince of Persia. Need for Speed Most Wanted-ი, რა თქმა უნდა, all time favorite. ახლებიდანაც შეეხება Cyberpunk-ი და ეხლა ვთამაშობ Ark Knights Endfields, საკმაოდ კარგი თამაშია, რომ თქვა რომ აი ჩემი საყვარელიო, არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ფავორიტებში კიდე გამოვარჩევდი ახალი თამაშებიდან Detroit Become Humans. ეგ არის ტოპ. თუმცა ბექა თამაშობდა ერთ თამაშს Dying Light 2, რომელიც ძალიან მომწონდა და ხშირად ვუყურებდი ხოლმე. ან ჩემ ფანი იყო დიდი ხანი რა. ახლა კი მეგობრებო, დროა მივიღოთ ამ მშვენიერ სუფრაზე აჭარული ხაჭაპური და ახლა განაღებთ როგორ კეთდება ისიც. მოვიდა ჩვენი აჭარული ხაჭაპური. გამოიყურება ძალიან კარგად. სასწაულად გამოიყურება. აი ამას შეხედე. აი ეს არის ნამდვილად ნავისებრი გემი. თან დიდია თან პატარა ვერ მივხვდი, მაგრამ რატო დიდი, ანუ კაი ზომის არის რა. კეთი, შენ გევასება, მე მგონი ავთქვიფო ჩემ ყველაფერი ხო, ბარი? ავთქვიფო? კაი, ავთქვიფოთ. კაი, მამა. აი ეს. ვიცი, მამა შენს ქშია, ვიცი, აი. ნახე, აი ეს. მოგა პატარა ნაწილი. აი ეს. აი, არ ვიცი, აი ნერწყვი მომდის ხალხო, აი სუნი მინდა რომ გამოდიოდეს ეკრანებიდან, მაგრამ არ მოდის. აჰა, მამა. მოკლედ ძალიან კარგი სუნია. დაწნობილი რომ ძალიან კაი გემო იქნება, ეხლა რომ გავსუნჯოთ 100 არ მასდის მანამდე. აბა, კეთი, კითხვები.
დაასახელე ბექას 3 ყველაზე კარგი პლუსი. აბა მედი ჩემი პლუსები დაასახელე. შენც დაასახელე. ჯერ შენ. არის ძალიან კეთილი, ყურადღებიანი. ბევრს ჩხუბობს. არა, გაჩნია, თუ დავემსახურებ კი. კეთის 3 პლუსი, უსაყვარლესია, ულამაზესია და უერთგულესია. გამარჯობა სლენდერს და შენ როგორ თმანთი როგორ შეგიყვარდათო? უნდა გადავინაცვლოთ 2022 წელში ჩემო კარგები. თუ თავიდან თუ დავიწყეთ რუბრიკა მქონდა რას მწერენ გამომწერები. და მათ მოხდა შემთხვევით რა ხამ კი, დავიმატე იმებში რა გამომწერებში მოხდა ეს. დამიმატა. მოგდა სტორი ამისი. მოკლედ ნახა ჩემი ერთი სტორი და ძალიან გამიკვირდა. და უკვე ერთ დღეს როცა ამერიკაში ვიყავი, მუშაობდი და მომივიდა მესიჯი და რომ გავხსენეთ ბექას. ამერიკულ რაში იყავი? ამერიკულ ჰოსპიტალში მუშაობდი და დახვდა ბექას მესიჯი. და ძალიან გამიკვირდა. ანუ არ ველოდი თან დავიწყე გადამოწმება მეთქი ფეიკი ხო არა, ნობიოდეგარის თუ არა და ესე დავიწყეთ მიმოწერა. ეს ვარჯიშობდა მაგ დროს და დარბაზში ვიყავი. ხო, დარბაზის ფოტო გამომიგზავნა და მე ჩემი ფოტო გავგზავნე ფორმაში, ამერიკული ჰოსპიტალის ფორმაში და ესე ვწერდით ერთმანეთს და ასე დაიწყო ჩვენი ისტორია. მე სულ მესიჯობდით, ურეკავდით, მე შევხვდით ერთმანეთს და მე დანარჩენი უკვე ისტორიაა. რასაც ხედავთ დღეს. კეთი, აბა როგორ მოგწონს საჭარული? ძალიან გემრიელია. და რამდენ ქულას დაუწერ იონას პიცას? გარემო არის 10-დან 10. ტაფი მომსახურება არის 10-დან 10. საჭმელი რა თქმა უნდა 10-დან 10 მართლა აჭარული მართლა ძალიან გემრიელი. როცა შეება ეგონოს რომ მიკერძოებულია, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია. მაგრამ მართლა 10-დან 10-ია. აი თუ გნებავთ რომ ნამდვილი გემო შეიგრძნოთ, აქ უნდა მობრძანდეთ და დააგემონოთ ადგილზევე ცხელი და არა გამოძახებით. გამოძახებით რა თქმა უნდა სხვა გემო იქნება, იქ შეფუთვაში იქნება, იქ თქვენამდე სანამ მოვა და ასე შემდეგ, ანუ. ხო და ამ ჭიქით და შენ არ გინდა და წვენი? მე არ მინდა და ამ ჭიქით და ფანტაცი გაგიმარჯოს თქვენ. მთლიანი ჩვენი გამოცდილება აქ ყოფნის იყო საკმაოდ მაგარი. შენ ფერგის ხედა. უმაგრესი სტაფი როგორც გითხარით, უკარგესი გარემო, აი სისუფთავი არის მადონა მოდი. აი ეგეთი. მოდი მადონა როცა გინდა, აი ეგეთი არის მართლა. მართლა ძალიან კაია. ძალიან მომეწონა ქაურობა და მართლა დიდი სიამოვნებით მოვიდოდი კიდევ. დეზოპარიერი გინდა, ეტიკეტები გინდა, ვადები გინდა, ყველაფერი არის აბსოლუტურად. გამწოვის გარეცხვა გინდა, აი გახეხილე, გაპრიალებულია თავიდან ბოლომდე. ამან დაითვრია. და ტასოსაც ძალიან მოსწონს აქაურობა. ხოდა, ჩემო კარგებო, ეს იყო ერთ-ერთი გამოშვება ჩვენი რუბრიკიდან. მოდი დავაგემოვნოთ. სადაც ფექა მილაპარაკა ნახევარს მეტი. კეთის დაამოღამებს. ხა ნუ ხა სწავლობნელნელა და უფრო მეტად აქტიური და ესეთი ლაღი ვიქნები. და ლაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და შევხვდებით მალე. ნახვამდის. აბა ჰე.